გაგახსოვთ, გაგახაროთ. ყოველთვის სანთელს დებელის ადგილას ანათებდეს, ხო? როგორც გავადა სახარებაშია. რომელი გონიერი ადამიანი სანთელს დადებს ადგილას, დაფარულ ადგილას, მაგიდის ქვეშ ან რაღაცა ავეჯში, სადღაც დახურულ სივრცეში, რომ დახურული იყოს და არ გამოანათოს, ხო? აზრი რა აზრი აქვს? აზრი ის აქვს სანთლის დადებას. ის აზრი აქვს, რომ ანათებდეს და გაუნათოს თუ განათების მიზნით ვდებთ, ხო? გავიარეთ, ხო 30-იან წლებში, ხო ეს სანთლის დადება ნავთის ქურების დადება როგორ იყო? რომელი ჭკვიანი ადამიანი დადებდა ნავთის ქურას, სადმე ის ადგილას დახურულდა და უკეთავდა კარს. სხვა რაღაცა მოხდებოდა. გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი ნავთის ქურები და რაღაცა ერკვევა. ნავთის ისინი. მოკლედ ეს გავიარეთ და გვახსოვს სიგნალეში რომ ვიყავ. ეს პერიოდი ჩვენი იგავია იმისაც რომ გვახსოვს სათემოს დადო იქ რომ ყველამ დაინახოს. და გაანათოს და აზრი იმის აქვს თუ განათების მიზნით დებთ ნავთის ქურას იმიტომ დებთ რომ დაინახოს ხადა და გაანათოს ხო იქ საჭმელსაც აკეთებდნენ მასზე ხო სპეციალური ნავთქურები იყო რომელსაც საჭმელს აკეთებდნენ გახსოვს ეს ყველაფერი ხო 21 საუკუნეშიც გადავიდა ეგ მახსოვს 21 საუკუნეში ვიყავით ნავთის ქურებზე დასაწყისში ნუ ეს ხა სხვა თემაა ჩვენ რაც გავიარეთ ხა პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხმა ბევრი ნორმალური, ვთქვათ, რო იძახიან ცივილიზირებული სამყაროს, რა ვიცი, რას იძახიან, იმას შეიძლება ფსიქიური რაღაც პრობლემა დამართება, არ ვიცი, ან საერთოდ ვერ გადაეტანა. ან ჩვენ გადავიტანეთ. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გამოცდილება მივიღეთ და ვიღებთ ხა სხვა თემაა, როგორც გამახსენდა, რომ ალბათ ეს უნიკალური კურთხევა აქვს ისაგან და მადლობა ღმერთს ამისათვის. ეს ხა სხვა თემაა და ამიტომ ვიცით ეს და თუ ვდებთ განათების მიზნით უნდა დადო ისეთ ადგილას რომ გამოსცეს და ყველამ დაინახოს და რა თქმა უნდა ისარგებლოს იმ ელექტრომაგნიტური მოვლენით, რასაც სინათლის სხივი ქვია, ხო? მაგრამ თუ კი ადამიანი ამას სადმე დახურულ სივრცეში დებს, აბსურდია მაშინ. არ ვიცი, მაშინ რისთვის დებს, რომ დივერსია მოაწყოს, ცეცხლი გააჩინოს, საკუთარი აბსურდულობაში დარწმუნდეს რაღაცა დაუშვათ კატასტროფა მოაწყოს თუ რა ვიცი, არ ვიცი, მაშინ ისთვის აკეთებს. ამ ფსიქიური რაღაც პრობლემა აქვს შეიძლება, არ ვიცი, ისთვის აკეთებს. ამიტომ არავინ აღანთის სანთელი აღანთის და დაზდვის დაფარვის ჭურჭლითაო. ინდა ქვეშე ცხედარსა შედგიან. არამედ სასანთლეზაზე და დადგავს. როცა ვლოცულობთ მას, ხო? სანთელს ვანთებთ, იმიტომ რომ ღმერთს ვავედრებთ ჩვენს თავს, ჩვენი ოჯახის წევრებს ჩვენს ვთქვათ კეთილმცურველებს უსურვებთ ყველას კარგს, ჯვარს ვსახავთ, შემდომის მიტევებას ვითხოვთ, ცოცხლებისთვის ვევედრებით, მიცვალებულებისთვის ვევედრებით, სანთელს ვანთებთ, ცოცხლებისთვის, სანთელს ვანთებთ, მიცვალებულებისთვის. ეს შესაძლებელია, სანთელი არის არა მაგია რაღაც, სანთლების მაგია არის, არის ცალკე მაგია არის, სანთლების მაგია, სხვა თემაა. ჯვარი გწერია. ჩვენ ვანთებთ იმიტომ და გადაიღეს ქრისტიანობიდან უკუღმა ყველაფერი ამ ოკულტისტებმა. მაგრამ ვანთებთ სანთელს იმისათვის, რომ ჩვენ შესაძლებელს ვაკეთებთ ღვთისადმი. და სანთლის სიმბოლიკა ეს ცალკე თემაა, ხა აღარ ჩავღმავდეთ. და სანთელი როგორ განასახიერებს ჩვენს ყოფიერებას, ადამიანს საერთოდ და ასე შემდეგ და ჩვენს ცხოვრებას საერთოდ. სანთელში დიდი სიღრმეა, დიდი სიბრძნეა ჩადებული სანთელში. თვითონ მის ძაბში, მის სვილში, მის ცეცხლში, მის სინათლეში, ყველაფერში. და ნათელს რო ხედავდეს ადამიანი, იმიტომ ვანთებთ მას და ღვთისადმი შესაწირი არის. როგორც სანთელი არ დაიფარება და როგორც ანთებული სანთელი ვერ დაიმალება უბეში, ცეცხლს დამალა უბეში, სიყვარულს დამალა უბეში, ვერ დამალა ცეცხლს. ასევე არის ესეც. სანთელს ანთებულ ცეცხლს ვერ დამალა უბეში, აუცილებლად დაგწვავს რაღაცა მოხდება, არ ვიცი რა. ძნელი მისახვედრი არ არის ამ მოხდება. ამიტომ დაფარული ვერ გამოჩნდება ეს. არ არის დაფარული, ნომერი არა გამოცხადდეს. ანუ ქრისტე რომანს გვეუბნება, ოკულტისტები ვახსენე, დაფარული და ელიტარული და არისტოკრატული ცოდნა, რომელიღაც ელიტა არისტოკრატიისთვის არ არის, ყველაფერი განაცხადა და ამიტომ ვერ იტანენ ქრისტეს, რომ ყველაფერს აპოკალიფსი გაუგენ. აპოკალიფსი არის კალიფსოს ნიშნავს ეს არის სუდარა, მიცვალებულის ვაფარების სუდარა. აპოკალიფსი ეს ნიშნავს იმ სუდარის მოხსნას.
აპოკალიფსი კიდე ეს მომავალის ის არის, ხო? სხვა აპოკალიფსის სხვა მნიშვნელობა. ის აპოკალიფსი არის, რომელიც მოხსნა. აპოკალიფსის მოხსნა სუდარის, მოხსნამ დაფარულის. ამ კრეცამელი გაიხო. ყველაფერი გამოცხადდა. ამიტომ რაც დაფარული იყო, გაცხადდა და ყველაფერი გამოცხადებული იყო. ყველაფერი მოცემულია, რაც საჭიროა და იმაზე მეტიც. და ვერ ვითევთ იმას. არა არის დაფარული, რომელი არა გამოცხადდა და საიდუმლო, რომელი არასაცნობი იყო. ყველა საიდუმლო არ არის ელიტარული, მოძღვრება არ არის ქრისტიანობა, კაბინეტურ, ელიტარულ, არისტოკრატულ, ოლიგარქულ და ასე შემდეგ რაღაცა შეუთა მოძღვრება. ქრისტიანობა არის ყველასთვის, ყველა ადამიანის სულის არამნებო, სიკვდილის, ცოდვილის არამედ მოქცევა ცხოვრება მისი, ყველას მოქცევა, ყველას ცხოვრება არ არის. ადამიანი ვისის გადარჩენას ქრისტეს არ უნდას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ხატება ღვთისადმი მოცემული აქვს დავალება მსგავსების. მიაღწიოს უნდა ამ დავალებას. თუ არ მიაღწევს ძალიან ცუდი. სასურველი კი არა, სავალდებულოდ უნდა მიაღწიოს ამას. და საცნაური რომ არ იყოსო არაფერიო და ცხადიო რომ არ მოხდესო და არ გამომჟღავდესო, ესეთი მალა ადამიანმა ჭირიო და ვერ დამალა ჭირმათა ხო ეს ხა ანდაზა ფოლკლორი რო ვიხმარ. არ დაიფარება არაფერი. ყველაფერი გამოცხადებულია. ზის სინათლე მოფინა ყველაფერს მოფინა ქრისტემ. ქრისტე არის როგორ არის ნათქვამი. ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, ამ ნათელმა მზე სიმართლისა ჭეშმარიტების ნათელმა ყველაფერ სინათლე მოფინა. გამოანათა ყველაფერი. აღარაფერი არ დაფარული. მიდი, გააკეთე შენი საქმე. იტვირთე, აღიღე შენი ჯვარი. დაინდაბრე შენი თავი და წინ წადი. და მივიდეს მასთანო დედანი და ძმანი მისი და დედა და ძმანი მისი და ვერ უძლოს შემთხვევით მისი ერისამისგან და უთხრეს მასო, ეთყოდესო, დედა შენია მოსულიო და ძმანი შენიო. დგანა ნახაო და ხილვა შენი უნდაო. ნუ ასე იგი უბრალოენით რო თქვა, ხო? თავადმა, ანუ ქრისტემ თქვა, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვა ღვთისა ისმინონ და ჰყონ იგიო. ხედავთ როგორ სიტყვა? აი, კაცრი ნათქვამია, ხო, ძალიან კაცრი, მაგრამ ჭეშმარიტებაა. ჩემი დედა და ჩემი, ასე ვთქვათ, ძმანი არიან ისინიო, თქვენზეა ეს ნათქვამი. ყველაზეა ნათქვამი. მარტო სასულიერო პირები არ იგულისხმება, აქ და ელიტა კი არ ვარ, ჩვენ რაღაც კასტა კი არ ვარ. ბრაჰმანთა კასტა კი არ ვარ და რაღაცა ეს. ქრისტიანობა არ არის კასტობრივი მოძღვრება, ხო? ეს არქაულის ჩაბარდა ისტორიას, ნაწილობრივ. წინდოეთში კიდე არის რაღაც სხვა თემა. მაგრამ ჩვენ გვეუბნება რომ ჩემი ძმები და დები ხარ, ჩემი დედა ხარ, ძმანი ხარ, დაადიც ხო თქვა, ხო ეს რომელთა სიტყვა ღვთის აისვინონ და ხონი. აი ეს არის ქრისტეს ნათესავები და თქვენ ახართ ეს. აი ესე გავაკეთოთ. ჩვენ თუ ქრისტეს ცნებებს, ქრისტეს ცნებას ვყოფთ, მის კეთილ ჩვენთვის კეთილ სურვილს მივყვებით, მაშინ ჩვენ ვართ ქრისტეს ნათესავები და თუ უკეთესად მოიქცევთ, უფრო უკეთესი გავხდეთ, ხო? უბრალოენით რო ვთქვათ. დავეცადოთ ესე გავაკეთოთ ყოველ შემთხვევაში. ცდელობა უკვე სათნოებაა. დარჩენ ასაჭიროა მოგვეცემა. მინდა რომ ეს გისურვოთ, თავარი გისურვოთ, რომ მოსვენება პოვოთ ამ ძიმე ცხოვრებაში. ყოველთვის დღე და ღამე მოსვენება არ აქვს ამ ძიმე ცხოვრებაში. სულ არის ბრძოლა, ხილული თუ ხილავი, მოსვენება გინდათ? უარყავ თავი შენი აღიღე ჯვარი და შენი და შევმიდეგინ მე. ნათქვამია აქაც პირდაპირ. მოვედი ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენია. მაშვრალი არა ვარ და ტვირთმძიმე არა ვარ. ცხრანეტარება გაიხსენეთ, რომელი ეგ დალქინებული, ყველა გაჭირვებულია. რომელი არის ეგ ერთი როიძახიან ესეთი როიძახიან რომ კარგ ცხოვრებას როიძახიან ბჭყალებში, ხო? რომელი არის ერთი დალქინებული და დროის ტარების ტარებაში ხო? ყველა ერთმანეთზე გაჭირვებულია, ცხრანეტარება. მაშვრალი და ტვირთმძიმე მოვედითო, ცოდვილთათვის მოვედიო, ამანტყობებისთვის მოვედიო. აი ეს არის და ამიტომ ვიფიქროთ, რომ უკეთესი თუ გინდა გავხდეთ, რა ვქნათ ახლა? მოსვენება თუ გინდა ვპოვოთ, უნდა დავიმდაბლოთ ჩვენი თავი. დავიმციროთ კი არა, დავიმდაბლოთ ის წინაშე. ეს გაგვანთავისუფლებს. ადამიანი ბუნებით ქრისტიანიაო, ნათქვამია. არავის არ უნდა იყოს წარწმენდილი, მოძულებული, საზიზღარი და ყველასგან დაწუნებული. ყველას უნდა რომ უყვარდეს, კარგი წარმოდგენა ჰქონდეს, ყურადღებით მოექნონ, საჭირო იყოს, რატომაც არა, ყველა ადამიანს უნდა რომ უკეთესი გახდეს. რაც არ უნდა ცუდი იყოს, მასში მაინც არის ამის სურვილი ჩადებული. ეს არის ბუნებრივად ჩადებული ღვთის ხატებაში.
ეს ჩადებულია და იმას უნდა მიყვეს. ყველაზე გაუბედურებული ადამიანი და გამწარებულიც უნდა მიყვეს იმას და წავა წინ არ არსებობს. რომ ღმერთი იმ კარგს დაუნახავს და ჩაეჭიდება. და დაძრავს მაშინ რაც კარგია. ეს პატარა რომ დაიძრება, იმას მიხვდება. შეგრძნება ამის გვაქვს, მწვავე შეგრძნება იცის ამისი და რომ შევიზნოთ ამას აუცილებლად წინ წავა. აი ეს მინდა კიდევ გისურვოთ. გამოსათქმელად და ძნელია, მაგრამ საკეთებლად კიდევ უფრო ძნელია. ამიტომ მინდა დაგლოცოთ, რომ აი სიყვარული, რომელიც თქვენ გაქვთ, იმ სიყვარულით, რომელითაც თქვენ აქ მოხვედით ერთმანეთთან კი არ მოვედეთ თქვენ სანახავად და ჩემთან კი არ მოხვედით. წირვაზე მოხვედით, ღმერთთან მოხვედით, ქრისტესთან მოხვედით. მარადიულობის სანახავად მოხვედით. რასაც დავთესავთ დროში, დახვდება მარადიულობაში. რასაც ჩვენ ამას ყველაფერს, რასაც მივიღებთ დროში, რასაც კარგს გავაკეთებთ, მარადიულობაში გავხსნით. აქაც თუ გავხსნით, იქაც ხსნილი იქნება. აქ შევკრავთ, იქაც შეკრული იქნება. აქ მოვინანიებთ, იქ გაგვატარებენ საზვერეში. აქ არ მოვინანიებთ, მაშინ იქ საყვედურს მივიღებთ. როგორ იქნება იქ უფალმა იცის ყველაფერი. ყველა ადამიანი ღვთისენაში თანასწორია. უბრალოდ ყველა ადამიანს სალსალკე ძალისხმევა აქვს. როგორ მოიქცევა? ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს. თავისებური ჯვარი აქვს. ზოგს პატარა, ზოგს დიდი, ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი. ყველას თავისი ბედნიერების გასაღები აქვს. არ ვიცი როგორი. ერთნაირი გასაღები ხო არ არის? ჩვენ სახლებს ყველას ერთნაირი გასაღები რო კონდეს, მაშინ ყველას უმრად მივიდოდეთ, თქვენთან გავაღებდით, შევიდოდით, ას დავაკაკუნებდით ალბათ, ხო? ამიტომ ყველას ერთნაირი გასაღები ხო არ გვაქვს? ყველას სხვადასხვა გასაღები გვაქვს. ასე არის ესეც. ყველას თავის ჯვარი, ყველას თავისი სულიერი გასაღები აქვს. რომ იმითი გააღებს და შევა სასუფეველო ცათაში, რომელიც სადღაც 900 იქით კი არ არის, აგერ აქვე არის, ჩვენში არის, ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ეს ღვთისაგან გაღებული და გახსნილი სასუფეველი დავკეთოთ. ღვთის გაღებულს ვერავინ ვერ დაკეთებს და ღვთის დაკეთებულს და შექმნილს ვერავინ ვერ გახსნის. არამედ მინდა გისურვოთ, რომ შევუნდოთ ყველაფერი, კიდევ ჯვარი გადავსახოთ, ეს ჯვარი გადავსახოთ. ყველაფერი შევუნდოთ. ვიყოთ კეთილგონიერი, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით კეთილგონიერი, აუცილებლად წავაგებთ. ძალიან ბევრად დავზიან. მთელი ეს ენერგია ჩვენი გაიწოვება. თუ ადამიანი კეთილგონიერი არ არის, მას არ აქვს შემდობის უნარჩვევა, რაც ქრისტიანობის მთავარი სათნოებაა. იგი გამოიწოვება, ვამპირიზირდება და სულთად თავის თავზე ჩაიწვება, როგორც აი დადნება თავის თავზე. და ეს სრულიად ახალი ცნება არის, ქრისტეს ცნება. მამაო ჩვენო ზეულოცლობთ, მამაო ჩემო სხوارობთ, ან ჩემთვის საკუთარი თავის სხوارევედრები, ყველასთვის ევედრები. მომენტა სუმრავლობითია ყველას, მამაო ჩვენო, ჩვენ სულად. ანუ ყველასთვის ლოცულობთ, ბოლოს შენისავე ბოლოს უნდა გაიხსენო. დავამიტებენ ჩვენ თანამდებნი ჩვენ მითაცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთ. ხო გინდა მიგეტევოთ, ხო გინდა რომ სიმსახურით. მოდი ამდექი და შენს მიუტევებთ. შეუნდე. ამას არ ვუყოთ მე რომ უგუნური იყავი და ვერ ხვდებოდე მარჯვენას და მარცხენას და ავი ვინ არის და კეთილი ვინ არის, ფთეს და მოყარეს ვერ არჩევდე. იცნობდე, არჩევდე, გაიაზრე, მაგრამ თხილად იყავი, გაფრთხილებული ხარ. თხილად იყავი. ერთი იგავი მახსენდება კიდევ. რომ ლომის და ხარის ძლიერესი ხარი იყო. ლეწავდა ყველაფერს, მოკლედ ცეძრი ქები კონდა და ესეთი კუნთები და იმისთან ლომს შეჭმა უნდა მისი. მაგრამ ვერანაირად მე ვერ მივდგა, იცით კიდევაც, ხო რამდენი აი ვიდეოებიც არის უამრავი, რომ ხარს ლომი ვერ ერევა. აი რამდენიმე თუ არის, საშინელ ტრავმას აყენებს, ისეც რომ სიცოცხლესთან შეუფარდებელია. ხარი სასწაული ძალა აქვს. ააგდებს აი ეს იმაში ხო გინახიათ, ხო ააგდებს და ლეწავს პირდაპირ. 2-3 თვა ვერ ეკარება. ერთიც ძლიერი ვერ ერევა და მე მისდევს იქით კიდე ლომს და ვინ ვინზე ნადირობს კიდე საინტერესოა. ლომი ნადირობს ხარზე თუ ხარი ნადირობს ლომზე. ამიტომ ხები რო აქვს საოცარი ძალა აქვს მას ისედაც და საოცარი ხარი ისედაც რაღაც ეს საკრალური ცხოველი გახსოვთ, ხო არქაული საკრალიზმია ხართან დაკავშირებით. ეს უძველეს ქართველებსაც ამ სიმბოლოსთან დიდი ტრადიცია გვაქვს. და ეხა ეს სხვა თემა, მაგრამ ეს რა ლამაზი ხარო, რა კარგი ტანი გაქო, რა ხრები და რა კუნთები და რა ძლიერი და მონოლითი ხარ და საოცარი რაღაცა სკულპტურა ხარო, მაგრამ ეს რქები არ გიხდებაო და ეს რქები რაღაცა გამახინჯებს ეს რქები რაღაცნაირად ისეთი ისააკო. ამ რქებსო რაღაცა ესეთი კი ყველაფერი კარგია, ეს რქები რო არ ქონდეს იქნები დახატულიო. საოცრება სილამაზე იქნებიო.
მოიშორე სქებიო რა გინდაო და ეფიქრა წამოიგო ამ ქათინაურზე ეს ხარი და არ დაიმტრო ეს სქები მოიტეხა ეს სქები აი მერე ლომმა განახორციელა შეტევა სტრატეგიული შეტევა განახორციელა და შეჭამა ეს საწოდავი ხარი ამიტომ ნუ წამოეგები ცდუნებას ის რაც ღმერთმა შეიარაღება სულიერი მოგცა ის სულიერი შეიარაღება შენთვის მოგცა და ის სულიერი შეიარაღება უნდა გამოიყენოს ღვთის სადიებლად სულის საცხოვრებლად დაცვა მოგცა შენ დაცვა მოგცა სულიერი და ხორციელი ის დაცვა იმიტომ მოგცა რომ შენ იყო ძლიერი და დაცული იყო ხილული და ლომის ვაშოეს პავლე მოციქულის ქადაგებაში ასევე ასე ლომი ვითარცა დაცისო ბოროტის სული ვითარცა ლომი რო შთანთქასო ბოროტ სულსაც განასახიერებს ამ გაგებ ლომი ამავე დროს განასახიერებს სიმბოლურად ქრისტესაც განასახიერებს ლომი სამი დღე არის ტარია და მერე მესამე დღე სოცხდება და როგორც ლეკვი რო იბადება ბოკვერი და ასე შემდეგ. ეს დიდი სიმბოლოები ფენიქსი და ასე შემდეგ. ფენიქსის რომელიც თავისი კერდიდან იგლიჯავს და თავის ხორცს აჭმევს, თავის პარტკებს და აკვდება ზედ და მერე ფერფლიდან დგება და მოკლედ დიდი თემა ხარ დიდი თემა ეს საკრალური სიმბოლოები. თავისთავად ცხოველები ეს თაებრივი სიმბოლოებში შედის. თქვენ იცით რომ სახარებაში ხო 4 მახარებელს როგორ არის? თაებრივი სიმბოლოები ეს ხო განასახიერებს. ხო იცით ხა არჩევა ვარწივი და ასე. სფინქსზეც იყო გამოსახული ეს ქრისტიანობა. სფინქსზე 4 ცხოველი. ტეტრამორფებია ესენი. ამიტომ ეხლა დიდ თემებზე სხვა თემები გამახსენდა რაღაც აღარ მინდა ამ თემებზე ისა და ამიტომ რო არ შევყვეთ ამას თავარზე ვიფიქრობ და თავარს მივყვეთ რომ რაც მოგწვა ღმერთს იმ შეიარაღებაზე უგულებელს ყოფა არ გავაკეთოთ იმას უნდა მივყვეთ იმ შეიარაღებაში უნდა ვიყოთ ამ სულიერ საჭურველში და წინ წავალთ გონება და გული განვიწმინდოთ რომ სულ ჩვენი გონება და გული მძიმდება და იხსნება ესეც სულ მძიმდება ჭუჭყიანდება და ბინძურდება სულ მუდამ განწყობის პროცესი უნდა მას აი ეს მინდა რომ გისურვოთ აი ხარო გაზიარებთ ეს მოხდება თანდათანობით განიწმინდება ეს და ძალა მოგეცემათ სულიერი რაც წარმატებას მოგცემთ მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა